გამარჯობოთ. არსებობს ორი ბანაკი. ბანაკი ღვთისა და ბანაკი ეშმაკისა. არავის არ შეუძლია თან ღმერთთან იყოს და თან ეშმაკთან. უნდა თუ არ უნდა, თავის არჩევანს გააკეთებს. აბსოლუტური თავისუფლება აქვს მხოლოდ იმას, ვისაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. სამება ღმერთს. ჩვენ ქმნილებები, შეზღუდულები ვართ დროში, სივრცეში, ზომაში, წონაში, აზროვნების უნარში, ენერგიაში. ჩვენი შეზღუდულობა ასევე მოიაზრებს შეზღუდულობას თავისუფლებაში. ჩვენი თავისუფლება გამოიხატება მხოლოდ იმაში, თუ ვისთან გვინდა ყოფნა, ღმერთთან თუ ეშმაკთან. ჩვენი თავისუფლება არის არჩევანის თავისუფლება. მთელი ჩვენი ცხოვრება ეძღვნება ხოლმე ამ ერთ დიდ არჩევანს. და შემდეგ, როგორც გააკეთებს ადამიანი არჩევანს, რა მხარესაც წავა, მისი თავისუფლებაც იმ მხარეზე ვითარდება. კეთილი არჩევანია ხოლმე. ბოროტი არჩევანი. არჩევანისაგან თავის შეკავება, როცა ადამიანს არც ღმერთი არ უნდა და არც ეშმაკი. თავისი თავი უნდა, თავისი თავისკაცია. ეს ავტომატურად ნიშნავს ხოლმე ბოროტ არჩევანს, რადგან ეშმაკია თავისი თავისთვის. არსებობს მხოლოდ ორი ბანაკი. თუ ადამიანი ღვთის ბანაკშია, ის ეშმაკის საქმეებს ვეღარ აკეთებს ხოლმე. თუ ეშმაკის ბანაკშია, ღვთის საქმეები აღარ შეუძლია. თუ ღვთის ბანაკშია ადამიანი, მოღვაწე, შვიდი, თავმდაბალი, სიყვარულიანი, მლოცველი, მარხველი, ასეთ ადამიანს აღარ შეუძლია ხოლმე გინება, დალევა, მოწევა, თავისი შვილების ქონებას კაზინოში ვეღარ წაიღებს და ასე შემდეგ. ღმერთთან ყოფნა გამორიცხავს ეშმაკეულ თავისუფლებას, ცოდვაში თავისუფლებას. და ყველანაირი სიკეთე, პატიება, მოთმინება, სიყვარული, ეს ადვილია ხოლმე, სანატრელია და შესაძლებელი. თუ ადამიანი ეშმაკის ბანაკშია, თუ გააკეთა აი ეს ბოროტი არჩევანი თავის თავში, რომ მე ვიყო კარგათო, თავარია მე ვიყო შვიდად, ტკბილად, მდიდრად, სხვაგან რა ხდება, მას არ ეხება. ასეთი ადამიანი, აი როგორც ბორკილებით შეკრათ, ესე შეიკრება ხოლმე ცოდის ბორკილებით და სიკეთე უბრალოდ აღარ შეუძლია. შეიძლება მილიონები ედოს ტყუილად და ვერ ხვდება, რომ ვინმეს დაეხმაროს. ეშმაკთან ყოფნა ნიშნავს ცოდვაში თავისუფლებას, ცოდვაში ზრდას. ასეთი ადამიანები თავისუფლად სვავენ, ეწევიან, არაფრის გულისთვის ადამიანებს გამოყრიან სახლებიდან და შემდეგ შვიდად დაიძინებენ. თავისუფლები არიან ბოროტებაში. და ჩვენ გვიკვირს ხოლმე, როცა ვხედავთ ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებს, რომელსაც არ შეუძლია, რომ აი ტომარაზე ხელი მოგიკიდოს, რომ სადმე დაგადებინოს. სიკეთეს ვერ აკეთებს. მთელი დღე ფიტნეს კლუბში იშრომებს და რო გეტყვის პატარა მაგი და გადამატანინე არ შეუძლია. ხედავთ ხოლმე პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ დიდი ძალაუფლება, აუარებელი ფული და სიკეთეს ვერ აკეთებენ, არ შეუძლიათ. იმის მაგივრად ქვეყანა ააშენონ, ანგრევენ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ორივე თავისუფლება ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ანუ თავისუფლება არ არის რაღაც ერთი. არსებობს თავისუფლება სიკეთეში და არსებობს თავისუფლება ბოროტებაში. ამიტომ, შემდეგში, როცა დიპლომიანი და უდიპლომო გიჟები დაგიწყებენ ხოლმე ძალიან ჭკვიანური სახეებით ქადაგებას თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, პირველ რიგში უნდა დაადგინოთ ხოლმე და გამოიძიოთ. ღმერთში თავისუფლებას გთავაზობენ, თუ
ეშმაკში თავისუფლებას. რადგან ღმერთში თავისუფლებას სასუფეველი მოყვება და ცოდვაში თავისუფლებას კი ჯოჯოხეთი. ღმერთთან გაგახაროთ.